თქვენს ჩაიცმე? სათოქშია, ზოგი ყლეშია და ასე. შვილი მოვა იქ რა? მოვა. ჩვენ დავიწყოთ საუბარი თუ გერმანიაშია. ამოიწით აქ, ამოიწით. ნუ გესინია, დამთავრდა ეს შიში, გაიგეთ ხალხო, დამთავრდა. ამოდით აქეთ სულ ყველა. პოლიცია მე რა ვიცი რისიაშინიათ რა არის. რადიოზე გაფრთხილებული. პოლიციაც რადიოზე ხილებენ ახალგაზრდებო ერიდეთ, პრობლემები შეგექმნებათ. რა პრობლემები? ზოგი ახლა გასაგებია, საჯარო სამსახურში მსახურობენ. ზოგიც კიდე სამხედროშია გაწეული და პრობლემები შეექმნებათ. ამ ხელისუფლების შეხვედრა რა იქნება, ამბა თუმცა არ მოუკვეთენ. და აი ამიტომ არიან გაბოროტებული ხალხი და შიშით ვერ მოდიან. მე არაფერი არ მაქვს დასაკარგი. შემთხვევით ვარ გადარჩენილი 26 მაიქს, აქ თავი მაქვს დაპობილი. არაფერი მაქვს, ეს ხალხიც აგრესიული დაგო. ვინც არ მოვიდა. იცოდეთ რომ ყველა თქვენთან არის და თქვენ გვერდით არის. დაიხარ. მე შემიძლია გვარდასახელები დაგისახელოთ იმ ადამიანებს, რომლებსაც აი პირველი ჯგუფის ინვალიდები ულკმოპურო დატოვეს. ხელა ხელისუფალი ხარ, ამ ხელა პრეზიდენტი ხარ. ხალმა იმუშავა, იმისთვის რომ შვილიშვილს ლუკმაპური შეენახა. თავში თუ უნახავს, მე შეუნახა ჩემს. საპენსიო წლები შეგვიწა მაგაცო. 25 წელი სტაჟი მაქვს, 25 წელისა არც ერთი წელი არ ჩამითვარა. 10 ლარი მიმატეოდა, მეტი ხო არა? 10 ლარისაც ვიშიმშილებ. არ მინდა მაგის ილო. მე საერთოდ ვიქნები ბოლო. რაი გამოვიდა მის მაგასთან. არაფერზე არ ვენდები. სული პროდავათა და თერი ხარჯები მაგადაა. ხალაი არის ხო ქვეყანა მიწები და ხოთა დამბალმა. არა, ხართ ამ სოფლის გამგებელი? შორდა რა უსმენთ არ გაინტერესებთ ახლოს რა ხდება? განსხვავებული აზრი მაქვს, მე და გადაიგე. გაზი გვაგია მაქვს, სხვა არაფერი. გაზი რა თმიდა, საკმაოდ მოვაწვიმა, მოგვია მოსარ მოვაწვიმა და ვიქნებ შივრები. მაგრამ არის სოფელში რამე გაკეთებული, აი დაიხედეთ, ზევიტკენ და გამოვიდა. ეხლა გადასწორებიათ გზა, არ ვიცი. ვინ გადაასწორა? გადასწორება უნდა გზას. ამაში ეს შუქები გქონდა, აი ამაში, სოფელში, სოფლიდან თავამდე. განათებულში ცხოვრობდით და ახლა უარეს სიბნელეში წავედით და იმაში. აგერ მანქანის არ გაგატარეთ სანამ ამ ნაკვეთს არ გავთოხნით. არ გაგატარეთ თქვენა გათოხნილისაგან და გადათოხნილისაგან კაიფულებს აღებულებს მოვიდა. მე მკითხეთ ახლა. მაგისთან ჯიპი კაცი ვარ, ჯიპი მომყავს, ხო, ეგენა თო ჩემი თავი. აგერა ნაკვეთი ხელა იცი. მომისმინე კაცური კაცი. ჩვენ ახლა ხო ვკამავთ. არ ვკამავთ. ქართველები ვართ. გვერდში დაუდგით ერთმანეთს, მიწირ, დამიდიქით გვერდში. ხო და მომისმინე ერთი წუთი. დაგიგენა თողოს გავატარე ხა საქმე ხალხი გოლოდება. მე რამდენი საქმე გახილ. გადაიღე მეგობარო ის, ჩემი ნაკვეთი გადაიღე. გადაიღე ის ნაკვეთი და მედი გადაიღე რა ხელა საქმე მაქვს. სად იყავით მანამდე? სად ვიყავით? ჩვენ ხო ხელისუფლებაში არ ვიყავით. რუსებს ამოვიდა, რუსების ხარეს აღარ თქვენა და არა თქვენია. მე ეს იმას შემთხვევს. ეგეთ რამეს როგორ მეუბნები ახლა? შენ ვიცი რო ხვევი? რა ვიცი. გიორგი ცაგარეიშვილი პარლამენტის წევრი. მე თვაგაგი მომდეს. ერთი მტკიცებულება მითხარი, ხო მითხარი, ეს ხო მაკადრე რომ მე რუსების ხარეს ვარ. სტუმრად თორ შენთან ამოსული. ახლა მოდი დავიმტკიცე რატო ვარ მე რუსების ხარეს. ივანიშვილი ხო არის? ვინა რატოა ივანიშვილი? რუსები ხო უნდა? რატოს ვინ გითხრა? რუსთავის რუსველები თო? რატო ყველა საჩხერის ბატალიონი გავიგია? კი. ვისი აშენებულია, ვის დაპურებულია, იარაღი ვის? საჩხერის ბატალიონში ვიყავი ზუსტად 21 ბატალიონში. ვისი გაკეთებულია მე ვინ გააკეთა საჩხერის ბატალიონი? სენაკის ბატალიონი ვინ აშენა? სენაკის ბატალიონში ხო? არ ვიცი. ვინ აშენა ჩვენება აშენს? გორის ბატალიონი აქ გზაზე როა ვინ გააკეთა? ვინ გააკეთა? არის არც მაგ. ვისაუბროთ რუსებზე. კაცი თუ რუსების ხარეს არის, შემოძმაო. ქართულ ჯარს დაეხმარებოდა. ეგ არის რუსების ხარეზი არის. ფული იქიდან აქვს, გავასაიდან. მე ფული რო იქიდან არის, მოდის და აქ ხარჯავს, კაცო. მე რა მოხდა? მოაქვს ფული აქა და აქედან ხო არ მიაქი, იქიდან მოიჭანა ფული. გაყიდული კაცი, ქართულ ჯარს და პოლიციას ფულს რატო აძლევს? ამიხსენი რატო აძლევს? ჩვენ რატო აძლევს? ჩვენ ამიხსენი, რა ვიცი. მე არ ვიცი, აბა რატო აძლევს? აი ესე კი არ ყოფილა გამყიდული. ჩვენი ამოსვლა დაემთხვა აქ ადგილობრივი გამგებლის, პოლიციის თანამშრომლების თარეშს. ადამიანები გააფრთხილეს წინასწარ უთხრეს რომ არ გამოსულიყვნენ ჩვენთან შეხვედრაზე. როგორც უყურებთ, მაინც დაახლოებით 10-15 ადამიანი მაინც გამოვიდა ეს პატარა სოფელია, მთიანი სოფელია.
შეუდგეთ ჩვენა გელოდებით და ეს კვიდრებით გელოდებია. ბატონო, პირველ რიგში კვიდრი ხალხი არიან და მოგესალმებით და ეს სახელდახელოთ მოგვიწია. აქ რაღაც შეკრება ბოდის გიხდით კიდევ ერთხელ. ძების გამო და ამ შეხვედრების გამო სამწუხაროდ დავაგვიანებთ და მე როგორც მითხეს ბევრი ხალხი იყო მომბრძანებულიო და ուրენ არა უშავდა მაგრამ სოფლის კვალობაზე რა თქმა უნდა კომუნალური გადასახადები შემცირდება მონოპოლიები დაიშლება ბიზნესი იქნება თავისუფალი და რაც დავარქნა აი ეს არის ეგრე ამბობდა სააკაშვილი რო ამბობდა მოგატყუათ ბატონო კონდა სააკაშვილი იკვიდექი და 16 ადამიანი წავიყვანეთ და მეგონა რომ მართლა ასე იქნებოდა მაგრამ ფაფო